მასშტაბურ ფილმს ბიუჯეტის გარეშე ფიზიკურად ვერ შექმნი და ბიუჯეტი ინვესტირება უნდა მოხდეს კინოში და აი კინო რო ძალიან მომგებიანი საქმეა, ეს უნდა გავაგებინოთ რა, ჩვენს როგორც სახელმწიფომაც გაიგოს, ასევე ბიზნესმა უნდა გაიგოს და საზოგადოებამ, იმიტომ რომ აუცილებელი არაა შენ საზოგადოებასაც შეუძლია, ხა მე როგორც ვაკეთებ საზოგადოების მხარდაჭერით ფილმების გადაღებას, უბრალოდ ცოტა თანხა შემოდის რა, რომ დიდი მასა არ არის ჩართული, მაგრამ თუნდაც რო ჩაერთოს, ხო, 1 ლარით მაინც რო ჩაერთოს, ძალიან კარგი პროექტები შეგიძლია, თვეში 1 ლარი რო შენ აირჩიე ვინც გინდა რეჟისორი და მხარი დაუჭირე უბრალოდ სიმბოლურად რა. უკვე ეს 1 ლარი და ხა 100,000 კაცი რო შეგროვდება და მილიონი უკვე ძალიან დიდი საქმეა, ხო? ვიღაცა 1 ლარს შეიტანს თავის წვლილს, ვიღაცამ შეიძლება 10, შეიძლება 100 გააკეთოს და ამით ძალიან კარგი ბიუჯეტი შეიკრება და მაგარი მხარდაჭერა იქნება ქართულ კინოს და კინო თუ განვითარდა კინოსთან არის ნებისმიერი ქვეყნის ყველა დარგი დაკავშირებული. ყველა ბიზნესს მოიცავს კინო რა, ერთადერთი დარგია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. ხელსახოციდან დაწყებული სასტუმროთი და ბანკით დამთავრებული, რომ ყველაფერი გჭირდება. ამათ შორის რაც შეიძლება იყოს რა და ყველას შეუძლია ძალიან კარგი სარგებელი მიიღოს. აი ეს მინდა რომ გაიაზროს რა ჩვენმა ქვეყანამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ, სახელმწიფომ რომ მიდგომა და აუცილებლად ჟანრული კინო უნდა განვითარდეს რა. მხოლოდ სოციალური დრამები არ უნდა იყოს.